ყველას მინდა მოგილოცოთ ქართული ენის, ქართული დედაენის დღე, რომელიც ყოველთვის ასოცირდება ჩვენს სიმღერას პიროვნებასთან იაკობ გოგებაშვილთან და დღეს ვიმყოფებით მის სოფელში. მან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ თქვენ გაქვთ დედაენა. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 1978 წელს იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილება და მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. საერთო სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა უნდა დადგენილიყო. ცვლილების მიხედვით საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსიც უქმდებოდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საქართველოში მასშტაბური პროტესტი და მღელვარება მოჰყვა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები. მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უმაღლესი საბჭოს შენობისკენ. ვითარება უმართავი ხდებოდა. მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. მოგვიანებით 1990 წელს 35 წლის წინ 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. გილოცავთ სრულიად საქართველოს დღეს ქართული ენის სიწმინდის დღეა. 1978 წელს მოგეხსენებათ, რომ საფრთხე დაემუქრა ქართულ ენას, აღდგა სრულიად საქართველო, მოსწავლე ახალგაზრდობა, სტუდენტები, მთელი საქართველო და გადაარჩინეს ქართული ენა დაკარგვისაგან, ასე ვთქვათ. მაგრამ და მე მინდა ყველას მიულოცეთ, თუმცა მანამდე იაკობის დროს იაკობს მოუხდა ქართული ენის დაცვა, რომ არა იაკობი და რომ არა მისი დედაენა 78 წელს დასაცავი არც არაფერი გეგვექნებოდა, უკვე რუსულად იქნებოდა ქართული ერი ამეტყველებული. მოგეხსენებათ, რომ სრულიად საქართველოზე იმობს ამ დღეს, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში არ არსებობს არც ერთი წელი ჩავარდნა არ ყოფილა, რომ ყოველ წელს აღინიშნება ეს დღეც. დღევანდელი დღე არის დიდი მნიშვნელობის დღე. დედაენის დღეს ვლოცავ სრულიად საქართველოს. მერთმა გვიმრავლოს იაკობ გოგებაშვილის ნაირი მოამაგე ადამიანები. და აღონიზება იმართება მაგისტრული პროფესორები. ბავშვები მოდიან ხოლმე, აგერა ჩვენი ვარიანი საშუალო საჯარო სკოლიდან ღონისძიება ნიკოზისა, არაშენდისა. თქვენს გესმით, როგორ რეპეტიციას გადიან ბავშვები და ახალისებენ და აცოცხლებენ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თუმცა ახლა განსაკუთრებული სიამაყით, რადგან ქართული ანბანი როგორც განძი უძვირფასესი შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.